მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენ სერაზე. დღეს ძალიან საინტერესო თემა შევეხებით, რაც მოიცავს წამლებს, მათ ურთიერთქმედებას როგორც სხვა წამლებთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა სუბსტანციებთან, ასევე როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი სწორად და რა რისკებთან შეიძლება იყოს ისინი დაკავშირებული. სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ოკუჯავა. მოგესალმებით ქალბატონო მაია და მადლობას გიხდით პირველ რიგში ჩვენ გადაცემაში მობრძანებისათვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს მოგესალმებით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა და ძალიან ბევრ ინფორმაციას გაიგებს ჩვენი მაყურებლები ჩვენი გადაცემიდან გამომდინარე. მინდა პირველივე კითხვა დაგისვათ. დღესდღეობით მრავალი ადამიანი იყენებს სხვადასხვა მედიკამენტებს. შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება კონკრეტული დაავადების ბრძოლის მიზნით. ბევრისთვის ეს მედიკამენტების მიღება ნიშნავს, რომ უბრალოდ გკურნავს მედიკამენტები და შეიძლება არ ქონდეთ სხვა, ასე ვთქვათ, უკუჩვენებები. თქვენი აზრით, რამდენად რთულია წამლის ზუსტი და უსაფრთხო მიღება? ძალიან ისეთი ყოვლისმომცველი კითხვა, საინტერესო კითხვა, ჯერ დავიწყებ განკურნებიდან. აი, როდესაც ვლაპარაკობთ მედიკამენტებზე, აქაც შეიძლება დავყოთ აი დაავადების დროს. თუგინთ პროფილაქტიკისთვის, როდესაც იღებს პაციენტი წამალს, ერთის მხრივ ეს არის ბუნებრივია, შეიძლება ამან მოიტანოს სრული განკურნება. სხვა შემთხვევაში და მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადებაა, როდესაც ხანგრძლივად უწევთ პაციენტებს მიღება წამლების და ამ შემთხვევაში ხშირად ვლაპარაკობთ არა სრულ განკურნებაზე, არამედ სწორედ მდგომარეობის მონიტორირებაზე, იმისთვის რომ გამწვავებები არ მოხდეს, რომ იყოს მუდმივად ესე მიღწეული, ასე ვთქვათ, რემისიის მდგომარეობა. რაც შეეხება შერჩევას, ბუნებრივია ერთის მხრივ ყველა დაავადებას რაღაც გარკვეული წამლების ჯგუფი შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ხდება შერჩევა, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვრიცხოთ, ასე ვთქვათ, არ გავითვალისწინოთ პერსონალიზირებული მიდგომა. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ბუნებრივია ერთი და იგივე წამალს ერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს გამოუვლინდეს რაღაც არასასურველი ეფექტები, სხვა შემთხვევაში არა. ადამიანის ორგანიზმი ძალიან კომპლექსური სისტემაა, სადაც შეიძლება გარკვეული აი ესეთი დეტალები იყოს, როცა აი ერთ შემთხვევაში ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამა თუ იმ წამლით მივაღწიოთ სასურველ შედეგს, მეორე შემთხვევაში არა, თუგინთ დავიწყოთ გენეტიკიდან, ხო? ფარმაკოგენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა დღესდღეობით პერსონალიზაციის თვალსაზრისით და ანუ ხანძლივი თუგინთ ხანმოკლე მიღებისას ყველა ეს დეტალი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ყველა წამალს გააჩნია ინდივიდუალური მიღების წესი. თუ არსებობს ისეთი წამლები, რომლის მიღების დროსაც ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას და თუ არის ასეთი გავრცელებული, ვთქვათ, პრობლემა. მე მგონი ყოველთვის არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ნებისმიერმა ადამიანმა ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, როდესაც რაღაცას ხშირად, ხო, ქრონიკულად იღებ. რაღაცა ეს ერთის მხრივ თითქოს გადადის რუტინაში, მეორეს მხრივ უკვე აღარ აქცევ ყურადღებას. არის ეს ჭამამდე, ჭამის შემდეგ, რას აყოლებ, როგორ სითხეს აყოლებ, თქვათ სხვა საჭმელთან ერთად იღებ, თქვათ სხვა წამლებთან ერთად. ზოგჯერ მოსაბეზრებელია რა, რამდენიმე წამლის ცალ-ცალკე მიღება, დალოდება, ინტერვალის გაკეთება და სამწუხაროდ ამ დროს ხდება ხოლმე ნამდვილად შესწომების დაშვება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ როდესაც ექიმი გვეტყვის ან დაგვინიშნავს, რომ აი ჭამამდე რამდენიმე თქვა წუთით ნახევარ საათით ადრე საათამდე მიიღე, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. აუცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოვიდგინეთ, საჭმელმა შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს წამლის შეწოვა. წამლის შეწოვა ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული მის ხსნადობაზე. ხო? ანუ შეიძლება საჭმლის საკვების გარემოში ეს ხსნადობა საერთოდ შეიცვალოს, ან საერთოდ თქვათ იგივე სწრაფად არ გადავიდეს კუჭიდან 12 კუჭენაწლავში, წვრილნაწლავებში, საიდანაც ხდება მისი შეწოვა. ამასობაში აბსოლუტურად შეიცვალოს მისი ფიზიკო-ქიმიური, ასე ვთქვათ, მდგომარეობა და განსხვავებული ეფექტი მივიღოთ. ბევრად ნაკლები, ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება მეტიც კი. ხშირად გვესმის ტერმინი უკუჩვენება, როდესაც წამლებზე ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება გაიგოს ეს ჩვენმა მაყურებლებმა, რომ აუხსნათ რას ნიშნავს უკუჩვენება და საერთოდ რატო ვლაპარაკობთ ამდენს ამ ყველაფერს? აი, ნახეთ, ახლა ძალიან საინტერესო კითხვა დამისვით. სხვათა შორის ეს ძალიან ასეთი საინტერესო რატომ არის, იმიტომ რომ ყველა ანოტაციაში არის ბუნებრივია.
გვერდითი ეფექტი, უკუჩვენება, გაფრთხილება და ეს ყველაფერი ერთი და იგივე არ არის. უკუჩვენება არის უკუჩვენება. ანუ ამ დროს წამალი არ უნდა მიიღო, ხო? მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის გაფრთხილება უბრალოდ რომ აი თუ ეს მდგომარეობა არის, მაშინ რაღაცა სიფრთხილე გჭირდება, უფრო დაკვირვებით უნდა ვიყოთ. შეიძლება გარკვეული მონაცემების მონიტორირება არის საჭირო, ან რაღაცაზე დაკვირვება არის საჭირო და უბრალოდ შეიძლება ძალიან კარგადაც გადაიტანოს პაციენტმა ეს წამალი, მაგრამ მაინც უნდა იცოდეს, რომ რაღაცა გართულების შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, რაღაცა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესაძლებლობა უფრო მეტად არის ვიდრე, როგორც ვამბობთ, ზოგადად ჯანმრთელ პოპულაციაში. თუ გინდათ გვერდით ეფექტებს კი ბატონო, რა თქმა უნდა, გვერდითი ეფექტებიც ვახსენოთ ამავდროულად. აი, ხო, გვერდით ეფექტებს რაც შეეხება, ეს კიდე სხვა დეტალი არის, ხო? იმიტომ რომ გვერდითი ეფექტი არის ის, აი წარმოიდგინეთ ჩვენ ძალიან ხშირად კი არა, ყოველთვის სტუდენტებთან განვიხილავთ ხოლმე როგორ ხდება წამლის დამტკიცება. წამლის საერთოდ შემოტანა ბაზარზე. ის საჭირო არის გაიაროს გარკვეული ეტაპები, კლინიკური გამოცდის, ექსპერიმენტული გამოცდის, პოსტმარკეტინგული კვლევის, დაკვირვების და ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მთავარი არის დაკვირვება გვერდით ეფექტებზე და წამლის უსაფრთხოებაზე. და არის გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტი სიხშირით ხდება, ხო? შეიძლება ეს იყოს ძალიან მარტივი გვერდითი ეფექტი. ახლა არ მინდა გარკვეული წამლის ხსენება, ვინაიდან ყოველთვის ეს რაღაც მაინც შეიძლება არ იყოს სწორი, მაგრამ აი ნუ შეიძლება იყოს როგორი გვერდითი ეფექტი, რომ აი იწვევს შებერილობას, ან იწვევს გულისრევის შეგრძნებას, აი თქვათ 5% შემთხვევაში, აი იმ დიდი დაკვირვების განმავლობაში, რომელიც ჩატარდა ამ წამლის გამოკვლევისას, მაგრამ შეიძლება ძალიან მცირე შემთხვევაშიც იყოს რაღაცა გვერდითი ეფექტი, რომელიც აი 10,000, 100,000 პაციენტი რომ გამოიკვლიეს, დააკვირდნენ, აი დაფიქსირდა, მაგრამ ეს უნდა დაფიქსირდეს აუცილებლად და უნდა ჩაიდოს ანოტაციაში და ამიტომ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობაა რა სიხშირით ვლინდება ეს გვერდითი ეფექტები. ანუ გვერდითი ეფექტი საზოგადოებისთვის გასაგები რო იყოს, როდესაც ვამბობთ რომ კონკრეტულ წამალს აქვს ეს გვერდითი ეფექტი, ეს არ არის სავალდებულო რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს. არა, ბუნებრივია, ეს არის უბრალოდ გაფრთხილება და უნდა გვეშინოდეს ამ ყველაფერი, ხო, რომ თუ გამოუვლინდა შეიძლება ვიცოდეთ რომ ეს ამ წამალს უკავშირდება. სხვათა შორის აქვე მოდით ვთქვათ რომ ეს ძალიან ხშირად დოზა დამოკიდებულია, ხო? უფრო დაბალ დოზებში ნაკლებად ვითარდება, უფრო მაღალ დოზებში მეტად ვითარდება. მოდით გენეტიკაც ვახსენოთ, იმიტომ რომ აი მაგალითად, ხო? წამლები გარდაიქმნება ჩვენ ორგანიზმში, არის გარკვეული ფერმენტები, რომელიც მათ გარდაქმნიან და ზოგიერთ ფერმენტს არა ყველას, ოღონდ, მაგრამ ზოგიერთს ახასიათებს გენეტიკური ჰეტეროგენობა, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება და შეიძლება სწორედ აი ამასთანაც რომ აი ამ ინდივიდში შეიძლება გამოვლინდეს, სხვა ინდივიდში არა, ვინაიდან სწორედ აი ეს ვთქვათ, თავისებურება მაინდა-მაინც ერთ ორგანიზმს ახასიათებს. არსებობს თუ არა ესეთი შემთხვევები, როდესაც სრულად უნებელი წამალი შესაძლოა კონკრეტული ადამიანისთვის, ასე რომ ვთქვათ, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ უკუჩვენება არის, როდესაც ამ ადამიანს ეკრძალება ამ წამლის მიღება, ხო? კი, აი მაგალითად ისე ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რომ აი ადამიანს თუ აქვს ასთმა, ეს და ეს წამალი მისთვის არ შეიძლება. თუ არ აქვს, შეიძლება, ხო? ანუ არსებობს კონკრეტული რიგი ჩამონათვალი წამლების, რომლებიც, ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს მისთვის შეიძლება თუ არ შეიძლება და არ უნდა ინდოს, რომ მაგალითად მეგობარმა მიიღო იგივე წამალი, კარგად გახსნა და ბუნებრივია თვითონაც სხვათა შორის აი კიდე დაუბრუნდები გვერდით ეფექტებს და გეტყვით რატომ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ წამალს და მას შემდეგაც კი, როდესაც აი უკვე დარეგისტრირდა წამალი, უკვე მიღებულია ის როგორც ახალი სამკურნალო საშუალება გამოსულია ბაზარზე, ისევ ფირმა გამომშვები ითხოვს, რომ თუ რაიმე გვერდითი ეფექტი დაფიქსირდება, აუცილებლად მოგვახსენეთ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება 20,000-ში, 10,000-ში არ გამოვლინდეს და აი მართლაც როგორც ვთქვით, 100,000-ში ერთი იყოს, მაგრამ იმ ფარმაცევტულმა კომპანიამ ეს უნდა დააფიქსიროს წამლის ანოტაციაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება რაღაცა ძალიან იშვიათი, მაგრამ უნდა იყოს დაფიქსირებული და საერთოდ წამლებს რაც შეეხება წამლების აი შემუშავებაში, მისი უსაფრთხოება და აი ამ ყველა მოვლენის ასეთი სკრუპულოზური დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი არის. წამლის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, წამლის განვითარებისთვის. ხშირად ხვდებით ერთ და იგივე დასახელების წამალს, ვთქვათ, სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, მიღების წესი გააჩნია.
შეიძლება ეს იყოს პერორალურად მიღები, შეიძლება ეს იყოს ინექციის სახით. რატომ არის ასე დაყოფილი, თუ შეგვიძლია ამაზე გვესაუბროთ და ეს ასოცირდება უბრალოდ პაციენტის არჩევანთან, თუ აქვს რაღაც წესები კონკრეტული? აუცილებლად ბუნებრივია, როდესაც წამალი ვთქვათ, უნდა მივიღოთ პერორალურად. აი თუ გინდ ზოგ შემთხვევაში, ყოველთვის არა. არის რომ აუცილებლად მიიღეთ გარკვეული რაოდენობა სითხესთან, წყალთან ერთად. ხო, აუცილებლად ის უნდა ასე მივიღოთ და ვთქვათ, არ უნდა ჩაიღეჭოს, ხო და პირისყრუდად არ უნდა მოხდეს მისი შეწოვა, თუ არ არის ასეთი შესაძლებლობა. არის არჩევანი ზოგჯერ, როდესაც შეიძლება მიიღო წამალი როგორც უბრალოდ პერორალურად, ასევე ვთქვათ, სხვანაირადაც. არის გარკვეული წამლები, რომელიც აუცილებლად პარენტერალურია. ხო, ეს ან ინექციით, შეიძლება სულ სხვა გზითაც, მაგალითად, იცით რომ არის ტრანსდერმული ემპლასტოები, ხო, უბრალოდ რატომ? იმიტომ რომ ესე იგი ამ დროს რაღაცას ვარიდებთ თავს. მაგალითად, თუ პერორალურად არ შეყვავს, ესე იგი ღვიძლში მის გავლას ვარიდებთ თავს. ან შეიძლება უბრალოდ შეწოვა არ არის კარგი და ამიტომ არ შეიწოვება. ამიტომ საჭიროა რომ პარენტერალურად იყოს შეყვანილი. ამიტომ შეყვანის გზის დაცვა, შეყვანის წესის დაცვა, ასევე როგორც უკვე ვთქვით, როგორ მივიღებთ, როდის მივიღებთ, რა სითხესთან ერთად მივიღებთ, საჭმელთან ერთად მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე კითხოთ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით. ძალიან მწვავე საკითხია და ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, ეს არის ხსნა თუ შეიძლება ეს იყოს საფრთხე? ბუნებრივია ეს იყო და დღესაც არის ხსნა, ყველაზე უფრო ეფექტური წამლები, ალბათ წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად მე თვითონაც მიყვარს ხოლმე ჩემ ლექციების დროს თქვა, რომ ეს არის წამალი, რომელიც შეიძლება 5-7 10 დღეში სრული გამოჯამრთელება მოიტანოს ადამიანის და ეს ნამდვილად არ არის ბევრი წამალი, როცა ასე მოქმედებს. მაგრამ სხვადასხვა გუშინ ვისმენდი რაღაცა ეს პატარა მონაკვეთს ფილმი გადაიღეს ბაქტერიოფაგზე და ის იწყებოდა სწორედ ასე რომ თავის დროზე ანტიბიოტიკები შეიქმნა როგორც ნამდვილი გადარჩენა საზოგადოებისთვის და სამწუხაროდ დღესდღეობით უკვე 10,000-ობით და 100,000-ობით შემთხვევაში ის უკვე აღარ არის ისეთი ეფექტური, ალბათ ისევ ჩვენი დაუდევრობის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა დაუდევრად ვიყენებდით ანტიბიოტიკებს და აღმოჩნდა რომ მიკროორგანიზმები ძალიან ჭკვიანები არიან და შესაბამისი დაცვა გამოიმუშავეს. დაუდევრობაში ხო არ გულისხმობთ ადამიანების თვითნებურ მიღებას ანტიბიოტიკებს? აბა რა, ბუნებრივია. თვითნებური მიღება, როდესაც თუ გინდ მცირე გაცივების გამო ან რაღაცა ისეთი შესაძლო ის ბაქტერიული ინფექციის, როდესაც არც არის დადასტურებული, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა, ვიწყებთ მიღებას და თქვენ ძალიან კარგად მოგახსენებათ, რომ ერთი მიკროორგანიზმის სახეობის რეზისტენტობა რო ვითარდება, ზოგ შემთხვევაში ეს რეზისტენტობა ისე ვრცელდება, რომ სხვა სახეობებზეც კი გადადის და ძალიან სწრაფად მოიცავს მიკროორგანიზმების ძალიან დიდ რაოდენობას და სამწუხაროდ ნამდვილად უკვე შევეჯახეთ ისეთ სიტუაციას, როდესაც საჭირო არის ახალი და ახალი მეთოდების შემოტანა და იმ არსებული ინსტრუმენტებით, რაც გვაქვს ანტიმიკრობული წამლების სამწუხაროდ ვერ ხდება დაძლევა ამ ინფექციური დაავადებების. და შესაბამისად მოკლედ რომ მივცეთ რჩევები ჩვენს მაყურებლებს თუ რატომ არ უნდა მიიღონ და როდის უნდა მიიღონ ან ვის მიერ უნდა მიიღონ ეს ანტიბიოტიკები, რომ ფართოდ არ წავიდეს ასე ვთქვათ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა. იცით ამაზე ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე, ხო, რომ თუ გინდ ახლა ყველაზე უფრო ხშირად ანტიბიოტიკები გამოიყენება რესპირატორული ინფექციების დროს, ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციების დროს. თუ ეს არის ვირუსული დაავადება, ნამდვილად არ არის საჭირო ანტიბიოტიკების მიღება, ანტიბიოტიკები აბსოლუტურად არაეფექტურია. როგორ დავადგინოთ, მოვიდა ის მომენტი, რომ გადავიდეთ ანტიბიოტიკზე. ბუნებრივია, მე აქ მაინც გავუწევდი რეკომენდაციას, რომ ეს ექიმმა უნდა გადაწყვეტოს. ჩვენ კი არის ასე, რომ თუ 4-5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ არის და სიმპტომები არათუ არ უმჯობესდება, არამედ უარესდება, არის გარკვეული საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ აქ უკვე ბაქტერიული ინფექცია შეიძლება განვითარდეს, მაგრამ დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით და ალბათ მაინც ჯობია, რომ ექიმმა დანიშნოს. რა თქმა უნდა. ასევე მინდა გადავიდე
შედარებით განსხვავებულ თემაზე. თქვენ რა თქმა უნდა ახსენეთ, რომ წამალი უნდა მიიღო სპეციალური წესით დაცვით, თქვათ უზმოზე, ან ასე შემდეგ, ან ასე შემდეგ. ხშირად გვსმენია ფრაზა, როდესაც აი წამლებს ვიღებ და ალკოჰოლისგან თქვათ ექიმა ამიგზავნა ალკოჰოლის მიღება. რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა მექანიზმი არსებობს თქვათ ალკოჰოლისა და წამლის ურთიერთქმედების? რატომ არ შეიძლება? სხვადასხვა ძალიან საინტერესო კითხვაა და მექანიზმი ძალიან მრავალმხრივია. საერთოდ, ხო, ურთიერთქმედება არის, აი ნახეთ, ფარმაცევტული, როდესაც აი ურთიერთქმედება წამალსა და ვთქვათ საკვებს ან წამალსა და წამალს შორის შეიძლება მოხდეს აი ფორმულაციის დონეზე, ან ვთქვათ იგივე ერთ შპრიცში, როდესაც ავიღებთ რამდენიმე წამალს, მათ შორის შეიძლება მოხდეს ურთიერთქმედება. შემდეგ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, ფარმაკოკინეტიკური პროცესების დონეზე და ფარმაკოდინამიკური. აი ალკოჰოლი არის ესეთი შემთხვევა, რომელიც რამდენიმე ეტაპზე მოქმედებს. აი მაგალითად, ხო? ალკოჰოლი გარდა წამლების ბიოტრანსფორმაციისას მას შეუძლია სხვათა შორის როგორც დააჩქაროს, ასევე შეანელოს და ეს გააჩნია, მოდით ახლა აღარ ჩავუღრმავდეთ, როგორი სახით მიიღება ალკოჰოლი, ალკოჰოლს იღებენ თქვათ ქრონიკულად, ალკოჰოლის მიღება ხდება თქვათ გარკვეულ მომენტში, ასევე უშუალოდ ალკოჰოლს და გარკვეულ წამლებს აქვს ძალიან ისეთი ურთიერთქმედება, მაგალითად ვახშად სცენებთ ხოლმე დისულფირამის ტიპის რეაქციას, როდესაც უბრალოდ ალკოჰოლის გარდაქმნას პირველ შემთხვევაში თუ ალკოჰოლი ცვლიდა სხვა წამლების გარდაქმნას, ახლა სხვა წამლები ცვლიან ალკოჰოლის მეტაბოლიზმს და აგროვებენ ტოქსიურ მეტაბოლიზმს და აქვე მინდა ვთქვათ, რომ ალკოჰოლს ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ ალკოჰოლი ხო ძალიან ბევრ სისტემაზე მოქმედებს, მაგალითად ვაზოდილატატორია, მაგალითად იწვევს სედაციას. შესაბამისად, აი ამ ტიპის წამლებთან ერთად თუ გამოვიყენებთ, აქ კიდე სხვა ეფექტების დაჯამება შეიძლება მოხდეს, ასე რომ ბუნებრივია, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ თუ იგივე თრობის შემთხვევაში არის მაღალი წნევა, არის გარკვეული ჩივილები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წამალი არ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ რაღაც გარკვეული ურთიერთქმედების შესაძლებლობები არის და ეს როგორც წესი ყოველთვის ექიმს ძალიან კარგად აქვს გააზრებული და გათვალისწინებული და ამიტომ შეიძლება რაღაც გარკვეული განსხვავებული ეფექტები მივიღოთ. ზოგ შემთხვევაში უფრო ძლიერი, ზოგჯერ უფრო სუსტი. ანუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ შესაძლებელია წამალი მაინც მიიღოს ადამიანმა და მისი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრავს ამას ბუნებრივია. რა თქმა უნდა. ასევე სურს თქვენი ყურადღება გავახვილო შემთხვევით მიღებულ ალკოჰოლზე. ვთქვათ, პაციენტს ან ადამიანს გადავიწყდა, რომ რაღაც კონკრეტულ მედიკამენტს იღებს და ალკოჰოლი ეკრძალება ამ დროს. თუ მიიღო ამ დროის განმავლობაში ალკოჰოლი, ეს რამე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს თუ შეიძლება ამის მენეჯმენტი რო გავაკეთოთ? ალბათ შეიძლება მაინც მენეჯმენტი რო გაკეთდეს. არის როგორი სიტუაცია, როგორც უკვე ვთქვი, არის გარკვეული წამლები, რომლებიც ალკოჰოლის მეტაბოლიზმს ცვლიან და პაციენტი უბრალოდ ცუდად იგრძნობს თავს. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დაგროვდება ის ტოქსიური მეტაბოლიტი, რომელიც ამას გამოიწვევს. არის მეორე ვარიანტი, რომ წამლის მეტაბოლიზმი შეიცვალოს და თქვა წამალმა ან არასაკმარისი ეფექტი მოგცეს ამ პირიქით გადაჭარბებული. თუმცა ესეც ასე ვთქვათ, გალდალახვადი პრობლემებია, მაგრამ აბარა სასურველი არის, რომ ესეთი ურთიერთქმედება არ მოხდეს. სხვათა შორის აქვე გეტყვით, აი ჩვენ რაღაც ალკოჰოლზე დავიწყოთ ლაპარაკი. ისა და თამბაქოს მოწევასაც შეიძლება გქონდეს ურთიერთქმედება წამლებთან და სხვათა შორის თამბაქოში შემავალი არომატული ჰიდროკარბონები წარმოადგენენ ზოგიერთი ციტოქრომული ფერმენტის ინდუქტორს. ამიტომ მაგალითად წეველებში არის რაღაცა ჯგუფი წამლების, რომლებიც არც თუ ისე აქტიურად მოქმედებენ, როგორც სხვა პოპულაციაში. ასე რომ აი ესეთი ურთიერთქმედებები ნამდვილად არის ტიპიურია და აუცილებლად გასათვალისწინებელია. ახლა კი მინდა შევეხო წამლების შენახვის წესს. ბევრი ამბობს, რომ ნებისმიერი წამალი უნდა შეინახოს, ვთქვათ, ცივ გარემოში, მაცივარში და არის ყველა წამალი, ყველა წამალი ემორჩილება ამ წესს, რომ აუცილებლად ცივ გარემოში, მაცივარში უნდა შევინახოთ, თუ შესაძლებელია ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე წამლის შენახვა. როგორც წესი, თუ ცივ გარემოში არის შესანახი, აუცილებლად ეს მითითებულია. სხვა შემთხვევაში უნდა შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.
და მეორეც უნდა დავაყოლოთ აუცილებლად ბავშვებისთვის არახელმისაწვდომ ადგილას. ამას რაღაც ძალიან ხაზგასმით ვამბობ და სხვათა შორის რეცეპტშიც, როდესაც გამოწერა ხდება წამლის, ეს მითითებული უნდა იყოს, რომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ ალკოჰოლთან დაკავშირებით. ხო არ გამოარჩევთ რომელიმე შემთხვევებს, როდესაც თუნდაც საკვები და რომელიმე წამალი ერთმანეთთან, ასე რომ ვთქვათ, შეთავსებაში არ არის და არ შეიძლება ერთად მიიღება მათი. ძალიან საინტერესო კითხვაა, სხვათა შორის აი ესეთი ძალიან საინტერესო ფაქტი იყო დაკავშირებული გრეიპფრუტის წვენთან, რომელიც თავიდან რეკომენდირებული იყო როგორც ძალიან ჯანსაღი საკვები, იმიტომ რომ შეიცავს საკმაოდ ბევრ ვიტამინებს, ამავე დროს ის ძალიან კარგად ითვლებოდა, რომ მოქმედებდა ლიპიდურ ცვლაზე და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ, როდესაც ასევე შემოვიდა ფართოდ სტატინების გამოყენება, აღმოჩნდა, რომ სწორედ გრეიპფრუტის წვენს შეუძლია შეამციროს სტატინების გარდაქმნა, როდესაც სტატინები აღარ გარდაიქმნება, გროვდება სისხლში და მათი გვერდითი ეფექტების გამოვლენა უფრო მეტად ხდება. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ძირითადი გვერდითი ეფექტი მაინც აი ეს კუნთების მიოპათიებია, კუნთების სისუსტე, რაც სტატინებს ახასიათებს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გრეიპფრუტის განსაკუთრებით სხვათა შორის წითელ გრეიპფრუტზე იყო საუბარი. გრეიპფრუტის წვენი არ უნდა გავიგოთ ასე, რომ საერთოდ უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდან, როდესაც ნამდვილად საკმაოდ სასარგებლო პროდუქტი არის და აბარა დოზირებასაც გააჩნია, დოზირებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ძალიან საინტერესოა, ალბათ შეიძლება გახსოვდეთ კიდევაც, მაგალითად იგივე რძის პროდუქტების და ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენება. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ანტიბიოტიკებზე და ეს ანტიბიოტიკების აი მაგალითად ტეტრაციკლინები, ხო, ეს ცნობილი ფაქტია, რომ არ შეიძლება რძის პროდუქტებთან ერთად მათი გამოყენება და ასე შემდეგ. და სხვათა შორის აი ახლა გამახსენდა იგივე მაგალითად ბროკოლი და ვარფარინი. ვინაიდან ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით K-ვიტამინს. მოგეხსენებათ, K-ვიტამინი არის ვარფარინის ანტაგონისტი. შესაბამისად, შეიძლება შეამციროს ვარფარინის ეფექტი. ანუ, მაგრამ აქ ისევ დავაყოლებ იმას, რომ ყველაფერს გააჩნია რა დოზით ვიღებთ. რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი, როდესაც ექიმთან მივიდივართ, მათმაც უნდა მოგვაწოდონ ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია. სხვათა შორის, აი მაგალითად ვარფარინის შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ექიმი ყოველთვის სხვა წამლების, იმიტომ რომ ვარფარინის ბევრი წამალთან შორისი ურთიერთქმედება აქვს, აი ამ ჩამონათვალთან ერთად ფართო იმ საკვების ჩამონათვალსაც ასრულებს ხოლმე პაციენტს, რომელსაც უნდა მოერიდოს, რადგან შეიძლება გართულებები მოიტანოს. თუ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ფარმაკოგენეტიკის გამო კონკრეტულ პაციენტებში დანიშნული წამლების დოზირების შეცვლა გვიწევს ხოლმე. ბუნებრივია, როგორც უკვე ვთქვით, ფარმაკოგენეტიკა განსაზღვრავს სწორედ პერსონალიზაციას მკურნალობისას, რომ აი ზოგიერთ ადამიანში, ზოგჯერ გვიკვირს ხოლმე, რომ რატომ აი ერთ ადამიანში ეს წამალი ასე კარგად მოქმედებს, ხოლო მეორე ადამიანში უბრალოდ არ არის ეფექტური. ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ უბრალოდ მისი მეტაბოლიზმი ან ძალიან სწრაფად მიდის, ან ძალიან ნელა მიდის. და შესაბამისად გარკვეული ეფექტები, სხვათა შორის ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო კოდეინთან დაკავშირებით, რაც ერთის მხრივ ვთქვათ, იმ ადამიანებში, რომლებიც ნელა გარდაქმნიდნენ კოდეინს და კოდეინის მეტაბოლიტი მორფინია, ეფექტი შემცირებული იყო ანალგეზიური, მეორეს მხრივ პირიქით იმკენ შემიძლია ძალიან სწრაფად გარდაქმნიდნენ, მომატებული იყო და ასე შემდეგ. ამან შეცვალა დამოკიდებულება ამ წამლების მიმართ. თუ გინდ რა დოზით უნდა გამოიყენონ, რომ ისინი არ შეიძლება რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს, ხო? და უნდა იყოს აუცილებლად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმების კონტროლის ქვეშ. ასე რომ ეს ნამდვილად ძალიან საინტერესოდ ცვლის ზოგიერთი მკურნალობის შედეგს. ძალიან ბევრი კიდე სხვა წამალი შეგვიძლია მოვიდეთ ყველანოთ აბარა მაგალითად. ანუ ურჩევდით პაციენტებს, რომ ანუ შემოწმების მიზნით ექიმებთან ყოველთვის უნდა მივიდნენ. რადგან შემოწმდეს თუ ესა თუ ის მედიკამენტი შეიძლება დოზა გასაზრდელი იყოს, შეიძლება მოდით აქ კიდე ასეთ რაღაცას ვიტყვი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად წამლები იყოფა რეცეპტის გასაცემ და out of the counter ეგრეთ წოდებულ. ანუ ურეცეპტო წამლებად, რომელიც საერთოდ სოფლიოში აღიარებულია, რომ ეს წამლები გაიცემა ურეცეპტოდ. ეს იმას ნიშნავს ურეცეპტო წამლებს, რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს, რომ მათ აქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ფანჯარა. ანუ თუ
თუ გინდ ცოტა კონცენტრაცია უფრო მაღალი იქნება, ცოტა უფრო დაბალი იქნება, ეს არ შეუქმნის არანაირ საფრთხეს პაციენტს. ამიტომ აი ეს ურეცეპტოდ გასაცემი წამლები სწორედ ის წამლებია, რომლებიც ძალიან ისეთ ხშირად გამოიყენება. იგივე რესპირატორული დაავადებების, თქვათ, იგივე სხვა დაავადებების დროს და ნამდვილად საკმაოდ ისეთ ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივია ხა ნებისმიერი თავის ტკივილის ან ნებისმიერი მცირე რაღაცა ესეთი შემთხვევაში შეიძლება არ მივიდეს პაციენტი ექიმთან, ძალიან ხშირად ფარმაცევტის რჩევასაც ითვალისწინებენ ხოლმე და ისე იღებენ წამალს. თუმცა უკვე როდესაც რაღაც სერიოზულ მკურნალობაზე, სერიოზულ დაავადებაზეა საუბარი, არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის მთელი რიგი წამლები, რომელიც არ შეიძლება რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს და ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიყენებოდეს. გადაცემის ბოლოს კი მინდა დაგისვათ კითხვა წამალთა დამოკიდებულების შესახებ. მე არ გულისხმობ იმ წამლებს, რაც ცნობილია, რომ დამოკიდებულებას ვიწვეს და შეიძლება ეს იყოს ნარკოტიკული წამლები. ამაზე არა გვაქვს საუბარი. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო სურდოს წამალი, კონკრეტულ ბრენდს შეიძლება არ დავასახელო, უკეთესია რომ არ დავასახელოთ, რომელიც ერთი კვირის მოხმარების შემდეგ, ან რამდენიმე დღის მოხმარების შემდეგ შეიძლება დამოკიდებული გახადოს სწორედ ადამიანი მასზე და როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს და როგორ აიხსნება ეს დამოკიდებულება. ძალიან საინტერესო კითხვა. დამოკიდებული სრულად ხვდებით რის გამო? იმის გამო, რომ ის ეფექტი, რომელსაც ეს წამალი იწვევდა, ისევ იწვევს, ანუ აი ეს თავის თერაპიულ ეფექტს, უბრალოდ ეს ეფექტი სულ უფრო და უფრო ხანმოკლე ხდება. ამიტომ საჭიროა რომ უფრო ხშირად მივიღოთ. ეს რასთან არის დაკავშირებული? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა და მუდმივად ცდილობს რომ რაღაცას რაშიც ვერევით, იმაზე გარკვეული პასუხი მოგცეს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა თავისი ადაპტაციური მექანიზმები გამოიმუშაოს. შესაბამისად, აი ესეთი ტიპის წამლებს, როდესაც ვიყენებ, თავიდან ეფექტი ნამდვილად ძალიან ისეთია სწრაფია, ეფექტურია, მაგრამ ყოველთვის აფთიაქშის ფარმაცევტი თუ ისედაც ექიმი ყოველთვის გვეუბნება, რომ 3-5 დღეზე მეტი არ მიიღო. იმიტომ 3-5 დღეში უკვე ისეთი ცვლილებები მოხდება უკვე რეცეპტორების დონეზე, რომ ძალიან სწრაფად ეფექტის შემდეგ ისევ გვიბრუნდება ჩვენი ჩივილები და ამიტომ ისე ხდება ხოლმე, რომ ისევ რომ რაღაცნაირად მივიღოთ წამლის ეფექტი, უკვე დოზირებას ძალიან ვახშირებ და პრაქტიკულად დამოკიდებულები ხდებით ხოლმე ამ წამალზე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და ჩვენ გადაცემაში მობრძანებისათვის. თქვენ მაყურებლებს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ უყურებთ ჩვენ გადაცემებს. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და ლაიქოთ ეს ვიდეო. ასევე მადლობა მინდა გადაუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებლებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა.